საღამოშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო, TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა კარტოზია. საღამოშვიდობის ბატონო მამუკა, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. მოგესალმებით, მოწვევისათვის დიდი მადლობა ბატონო დავით, კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებლებს მივესალმები. ბატონო მამუკა, ამერიკული მხარე უკვე მზად არის დაიწყოს რუსეთთან საუბარი უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ 30 დღიან ზავს ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკელები, ხოლო რუსეთში უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან უშუალოდ მისი თანაშემწე იური უშაკოვი აცხადებს, რომ ეს იქნება უკრაინული ჯარებისთვის დრო იმისათვის, რომ მათ მოახერხონ გადაჯგუფება. და ასევე როიტერსი ავრცელებს თავის წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას, რომ რუსეთმა უკვე გადაუგზავნა ამერიკულ მხარეს ის ჩასწორებები, რაც უნდა გაითვალისწინოს ამერიკულმა მხარემ, ეს არის კონკრეტულად რუსეთის მოთხოვნები, რომ ეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შედგეს. გარდა ამისა, ახლა ამერიკელები თადარიგს იჭერენ და ამბობენ, რომ თუ კი რუსეთი დაიწყებს ურჩობას, ფინანსთა სამინისტრო შეერთებული შტატების მზად არის, რომ ყველაზე უმკაცრესი სანქციები დააწესოს იმისათვის, რომ აიძულოს რუსეთი მშვიდობაზე. ანუ დათანხმდეს ამ ზავს. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს პერიოდში? რუსებმა ისიც თქვეს, რომ ის რაც უკვე მათ მიიღეს ამ დიპლომატიური არხებით, გამოხატულია მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების პოზიცია, ხოლო არ არის გათვალისწინებული თავად რუსეთის პოზიცია. აქ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ ითქვა იმაზეც, გუშინ გადაცემაშიც საუბრობდით იმის თაობაზე, რომ რუსეთს დღეს უფრო მეტი კოზირი აქვს, ეს თუნდაც ბრძოლის ველზე არის გამოხატული, უკვე კურსკიდან აპირებენ რუსეთის ტერიტორიიდან საბოლოოდ განდევნას უკრაინული ნაწილებისა და გარდა ამისა ჩვენ ვიხილეთ ასევე პუტინი კამუფლირებულ ფორმაში, სამხედრო ფორმაში, რაც პირველად სხვათა შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო აქტიურად უნდა მოხდეს რუსეთის პოზიციების სამხედრო ძალით წინ წაწევა. და არ დაგავიწყოს დავით, რომ ტერორისტებად გამოაცხადა და კანონი მოითხოვა, რომ ყველა ჯარისკაცი უკრაინელი დაისაჯოს ტერორისტის მუხლით. აი კურსკში ყოფი ჯარისკაცები. დიახ. თქვენ როგორ ფიქრობთ, დათანხმდება თუ არა რუსეთი ამ ეტაპზე ამერიკელებთან ამ ზავს? ხლა გასაგებია, რომ ძალიან დიდი ფსონებია ამ კონფლიქტის დასრულებასთან დაკავშირებით. რუსეთი არ მალავს და თავად პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ ის დაინტერესებულია დასრულდეს ეს კონფლიქტი, მაგრამ იქ მკაფიოდ არის მისი მოთხოვნები. შარშან ივნისში 2024 წელს მან კიდევ ერთხელ გაიმეორა და აღნიშნა, რომ ის 4 ოლქი, რომელიც რუსეთმა შემოიერთა, უნდა იყოს ბოლომდე გათავისუფლებული, უпростоროდ უნდა იქნას გაყვანილი უკრაინული ნაწილები, ეს უკვე მოიცავს დიდ ქალაქებსაც, თავად ქალაქ ზაპოროჟიეს, ასევე დონეცკის ოლქში, კრამატორსკი და სლავიანსკი, ასევე დიდი ქალაქებია და თან უკრაინას იქ აქვს გამაგრებული პოზიციები, ასე მარტივი ეს ალბათ არ იქნება, თუმცა აქვე ამატებენ, რომ ახლა უნდა იფიქრონ უკრაინის საზღვრის გასწვრივ კიდე გააკეთონ, განახორციელონ ესეთი ბუფერული ზონა ჩამოაყალიბონ. რამდენი კილომეტრით იქნება ეს სიღრმეში, არავინ არ იცის. ერთი სიტყვით ჭიდილია ეხლა, ეს უკვე დიპლომატიურ ასპარეზზეა კუნთების თამაში, ეს მოთხოვნები, რაც რუსეთმა გააგზავნა, იმას ნიშნავს, რომ რუსეთი არანაირად არ აპირებს უკან დახევას. თქვენ როგორ შეაფასებთ არსებულ ვითარებას? მადლობა. კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს. ეხლა რაც თქვენ ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით, თვითონ იმ კონტენტი რაც არის და შემადგენელი კონკრეტულად რა შეიძლება შესთავაზა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ რუსეთს და რას თავაზობს. ხო, გასაგებია ეს 30 დღიანი შეწყვეტა. აქ ძალიან საინტერესო მომენტია, რომ 30 დღიანი
მორატორიუმის შეწყვეტა გამოცხადდა საომარ მოქმედებებზე, ანუ საჰაერო და სახმელეთო. სხვა შორის ევროკავშირის და ევროპელი ქვეყნები რო იყვნენ ჩართულები, ისინი სთავაზობდნენ ზელენსკის, რომ საჰაერო და მარტო საზღვაო სახმელეთო დარჩენილიყო. აქ ძალიან საინტერესო თემებია. აი ცოტა დაკვირვება გვინდა. მე მაინც ვფიქრობ, რომ აი ტელეფონის საუბარი პუტინსა და ტრამპ შორის გახსოვთ შედგა 12 თებერვალს. ერთი თვე გავიდა მაშინ პუტინმა, მაშინაც ერთ თვეზე 30 დღეზე იყო საუბარი. პუტინის განცხადება თუ გახსოვთ, მან უთხრა, მან ტრამპთან საუბარში აღიარა, რომ უნდა მოხდეს რუსეთის ტერიტორიის ჯერ გაწმენდა და თქვენ დააკვირდით რა უნიკალური მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო, რომ სუჯაში, ანუ კურსკის ოლქში ჩატარდა უნიკალური სამხედრო ოპერაცია 15-17 კილომეტრი ცარიელ ტრუბა მილში რუსი ჯარმა იარა. ეს მილი გახდათ უჟგოროდიდან გაზი ევროპაში მიწოდების გაყვანილი და შიგნით ჯარი შევიდა დესანტი, ანუ რუსული ჯარის და უნიკალური სამხედრო ოპერაცია ჩატარდა და 17 კილომეტრი იხოხიალეს მილში, ამ ცარიელ მილში, გაზის მილში შევიდნენ და დესანტი ჩავიდა ზურგში და მოკლედ ძალიან უნიკალური სამხედრო ოპერაცია ჩატარდა და ნახეთ თქვენ კადრები, რომ ზუსტად ამ ოპერაციის შემდგომ მეორე დღეს პუტინი პირველად მოხვდა, რომ ჩავიდა სამხედრო მოქმედების თეატრში და თეატრი ნახა და ჩავიდა და თათბირი ჩაატარა. ანუ ეს იმასთან გასამაგრებლად, რასაც ჩვენ საუბრობდით მე და ბატონი დავითი, რომ პუტინმა ერთი თვე ითხოვა და ამ თვეში მან გააკეთა ის, რაც სჭირდებოდა, ანუ ფაქტურად კურსკის ოლქი განთავისუფლებული არის, ცოტა დარჩა დაახლოებით 86-90%, როგორც გენერალური შტაბის უფროსმა გუშინ მოხსენებაში გაუკეთა უმაღლეს მთავარ სარდალს. პლუს ამას ძალიან საინტერესო იყო, რომ პუტინმა გააკეთა ასეთი განცხადება. ნუ შეიძლება სენსაციურიც იყოს, რომ ყველა ის სამხედრო მოსამსახური, ანუ გნებავთ უკრაინის ვსეუს თან ისინი იქნება გასამართლდებიან როგორც ტერორისტების, არა სამხედრო, აი ძალიან საინტერესო, აი დავუკვირდით ამას, დავაკვირდით, რომ გასამართლდებიან როგორც ტერორისტები. ანუ ის უამრავი ტყვია ჩავარდილი და ძალიან დიდი ზარალი აქვს ვსეუს, ანუ უკრაინის არმიას. ეხლა რაც შეეხება ამ პირობებს, პირობები ნათელია, რუსეთის ფედერაციამ არაერთხელ ეს პირობები გააჟღერა და რამდენიმე დღის წინათაც პრესკონფერენციაზე და შეხვედრებზეც ლავროვი სულ ამას მამაო ჩვენოსავი სულ ამას იმეორებს, რომ მათი პირობები არის უცვლელი დაწყებული ჯერ კიდევ 2022 წელს სტამბულის სამიტიდან, რომ 4 როგორც ბატონმა დავითომ მოგახსენეთ 4 ოლქის მაგაზე საუბარი არ არის. 4 ოლქი, რომელშიც რეფერენდუმი ჩატარდა და ეს უკვე რუსეთის ტერიტორიები, ეს არის ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე და ხერსონი, ეს ამაზე საუბარი არის. აქედან უნდა გავიდეს მთლიანად უკრაინის ჯარი ყოველგვარი პირობების გარეშე. პლუს ამას უნდა მოხდეს დენაციფიკაცია, ანუ იმ კანონების და რაც არის მიღებული უკრაინის რადის მიერ და უნდა მოხდეს დაფიქსირება იმისი, რომ უკრაინა გამოცხადება ნეიტრალურ ქვეყანად და უკრაინა არ იქნება მიბმული ნატოზე და ნატოსთან მისი სამუდამოდ 50 წლით, მაგრამ 50 წლით თუ არის თქმა, ჩათვალეთ, რომ ეს არის მისი არ ჩართვა სამუდამოდ. აი ეს მოთხოვნები არის რუსეთის ძირითადი. ხო, და აი ძირითადი რაც უნდა, აი დღეს სად არის სამხედრო მოქმედების თეატრი, ანუ ზოლი სადაც გადის, აი იქ როგორც კი მორჩება, აი ეს შეწყდება საომარი მოქმედება, ავტომატურად ეს დაკავებული ტერიტორიები რუსეთის გახდება. აი ამაზეა საუბარი. ეხლა ტრამპმა რა გეგმა შესთავაზა, ჩვენ ვარჩიელობთ, არ ვიცით, უბრალოდ ერთი ვიცით, რომ 30 დღიანია. ტრამპი ცდილობს ეხლა სასწრაფოდ რომ მოახდინოს ამ კონფლიქტის საომარი მოქმედების ლოკალიზაცია და მორჩება, იმიტომ რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წარმართველი დაპირება ელექტორატის და ხალხის ამ დღეს რამდენიმე დღეში მორჩებოდა და გახსოვთ ერთხელ ისიც თქვა რამდენიმე საათში მორჩებოდიო, პლუს ამას მას ეჩქარება, რომ ყველა ის მისი დაუშვა შიდა და საგარეო პოლიტიკის ყველა ვექტორი მან ამ თემას დაუკავშირა და ანუ რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებიდან გამომდინარე არის აწყობილი დღეს ამერიკის გნებავ საშინაო გნებავ საგარეო პოლიტიკა და გნებავთ ისევე საკადრო პოლიტიკა, რაც მიმდინარეობს, ასე რომ ტრამპს ძალიან ეჩქარება, ტრამპს ძალიან უნდა რომ ეს
ომის შეწყვეტა საკრალური უყვარს მასაც 20 აპრილი დაუშვათ არის ვარაუდი რომ აი 20 აპრილისთვის შეწყდეს 20 aprilს არის დიდი მარხვა და უკაცრავად აღდგომა მარხვა მთავრდება კი ბატონო და გათვლილია რომ 24 აგვისტოს არის უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე და აი 24 აგვისტოსთვის უნდა დაამტყიონ რიგარეში არჩევნები პრეზიდენტის და რადის ანუ აი მაქსიმალურად 6 თვიან ანუ ყოველ თვითონ თვით გათვლით აი აგვისტოსთვის სადღაც სექტემბრისთვის საომარი მოქმედებები მორჩენ მე მაინც ვფიქრობ რომ პირობებზე შეთანხმდებიან იმიტომ რომ მარკ რუბიომას განაცხადა არაერთხელ ულს მას განაცხადა რომ ყველა ვარიანტში უკრაინას მოუწევს ტერიტორიების დათმობა ეს ცალსახაა და ერთმნიშვნელოვანი ამაზე საუბარიც არ იქნება ამ ტერიტორიების დათმობაზე რა როგორ რანაირად რა კონფიგურაციით რა თქმა უნდა ამას უკვე კულუარული და გნებავთ ერთ-ერთი მოლაპარაკებები გადაწყვეტავს მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება აქ ეხლა რა თქმა უნდა და გადამწყვეტი პუტინის პოზიცია რომელსაც ჩვენ ველოდებით ეხლა დღეს უნდა ყოფილიყო პრესკონფერენცია არ ვიცით ეხლა ელოა დაიდო რუსულ სააგენტოებზე უშაკოვი ამბობს პუტინის თანაშემწე საერთაშორისო სააგენტოში და ამბობს რომ უოტკოფთან შეხვედრა პუტინის გაიმართება სულ ცოტა ხანში დახურულ ფორმატში უოტკოფი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცწარმომადგენელი საომარ მოქმედებებში ის უკვე ჩასულია მოსკოვში მან ჩაიტანა უკვე აი ეს წინასწარი მოლაპარაკე რაზეც უკრაინა დათანხმდა ძალიან საინტერესო ტანდემი შეიკრა ეხლა ჩვენ კარგად ვნახეთ ის სპექტაკლი რომელიც თეთრსახში გაიმართა როდესაც ფაქტიურად მიწასთან გაასწორეს ზელენსკი ტრამპს ზელენსკი ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობიდან ახსოვს და იცის რომ ის ვერით ნუ რო პირდაპირ თქვათ აუტანობის პრინციპი ქონდა ამიტომ მოუწყო ის თეთრსახში გახსოვთ თქვენ ყველას აი სპექტაკლი სადაც მისი ვიცე-პრეზიდენტის ესწრებოდა შემდგომ ზელენსკიმ ოფიციალურად ბოდიში მოუხადა წერილიც გაუგზავნა და უკვე ტრამპმა დაპატეჟა ალბათ რამდენიმე დღეში მოუწევს თეთრსახში ჩასვლა შეხვედრა და გადაწყვიტეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღევანდელმა ხელისუფლებამ რომ ანუ აი ეს საზავო და ომის შეწყვეტის პირობები მაინც დაამთავრონ ზელენსკის ხელისუფლებასთან იმიტომ რომ აი ეს რომ არ გაგრძელებულიყო მაშინ მათ უკვე დაიწყეს ზებნა ახალი კანდიდატურის ბატკოვშინა აი რა ქვია ქალბატონის ტიმოშენკოს პოროშენკოსთან და აი ამათან უკვე ურთიერთობები და ეძებდნენ უკვე შესაბამის კანდიდატურას მაგრამ გადაწყვიტეს მე არ ვიცი ახლა მათი ეს უკვე მათი შიდა სამზარეულოს თემა მაინც გადაწყდა რომ რჩება ზელენსკი დროებით რა თქმა უნდა ეს გარდამავალი ფიგურა იქნება დროებით დატოვებენ იმიტომ რომ ლოგიკურიც არის ლიმონივით გაწურავენ ხო ლიმონივით მისი დაწყებულია ეს ომი მისი ამდენი ცოდვა აქვს მას აკეთებული და მას შეაწმენდნენ და შეახოცებენ ხელს და მას გააკეთებინებენ იმიტომ რომ არ ამგონია ვინმე ნორმალური უკრაინელი რო წამოვიდეს და ის რასაც ზელენსკი გააკეთებს მან გააკეთოს ზელენსკის გააკეთებინებენ ყველაფერს მავრმა თავის საქმე გააკეთა მავრი უნდა წავიდეს ამიტომ დატოვეს ზელენსკი და ამ ზავის დაზავების გნებავთ რა ვიცი რაც გინათ ის ახლა ამ უკვე მას სემანტიკურ პლას მნიშვნელობა არ აქვს პრედიკატს რაც დავარქვევ ზავი იქნება დროებითი მუდმივი მშვიდობა თუ რა ერქვა საომარი მოქმედებების შეწყვეტა ეს არის უმთავრესი და ყველაზე კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დავით მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო რომ ტრამპი დაინტერესებულია და ლოგიკურიც არის ნუ ეხლა მას ჭირდება ეს დივიდენდები და არის ნობელის კანდიდატად იქნება მშვიდობის დარგში და ყველა მეორე კიდე ჩვენს მაყურებელს მინდა შევახსენო ბევრმა არ იცის ეს არსებობს ასეთი 1950 წლიდან ევროპაში კარლ დიდის სახელობის პრემია კარლ დიდი არ ვიცი ხა თუ გაგიგიათ ალბათ ეს იყო ფრანკთა მეფე გაერთიანებული პიპინ მოკლეშვილი რომელიც გახდა პირველი დიდი მეფე ყველაზე დიდი მეფე ფრანკები ანუ ის დღევანდელი ევროპის წინა საფუძველი იყო ფრანკთა სამეფო პირველი ეს კაროლინგების დინასტიის დამაარსებელი, რომელსაც რეზიდენცია ახენში ჰქონდა, ეს არის გერმანიის დღევანდელი ფედერაციული რესპუბლიკა და აი ზუსტად კარლოს დიდის პრემია არის მისი დასახელი ეს არის ევროპაში ევროპის სიკეთისთვის შეტანილი წვლილისათვის 1950 წლიდან არის ეს პრემია კარლოს დიდის ეს საკმაოდ პრესტიჟული პრემია და ცნობილი პოლიტიკოსები რა ვიცი რო ჩამოთვალოთ გნებავთ გენშერის, კოლიც, ჩერჩილის და უამრავი
ლაურეატია ამ პრემიის და ტრამპის ერთ-ერთი კანდიდატურა, ახლა ბოლო ლაურეატი იყო ფონ დერ ლაიენი და ევროკომისიაც არის და აი უამრავი და სერიოზული პრესტიჟული პრემია და აი ევროპის კუთხით ეს არის კარლოს დიდის სახელობის პრემია. მეორე ყველამ ვიცით ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. ალბათ უკვე მოსალოდნელია რომ რეალურად როდესაც დასრულდება ეს საომარი მოქმედებასთან დაკავშირებით პროცედურები და ანუ ეს მორჩება რეალური კანდიდატურა, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი იქნება ამ ორივე პრემიის. კი ბატონო, და თქვენ სწორად მიუთითეთ ბატონო მამუკა, რომ ტრამპი ახლა მაქსიმალურად დაინტერესებულია ის დანაპირები შეასრულოს, ითქვა 100 დღიან ვადაზე, რომ 100 დღეში ეს ომი მორჩებოდა. მერე იქ თავად შტატებში გააქილიკეს, არ ქონდათ იმედი, რომ ამ დროის განმავლობაში ეს მოხერხდებოდა და მაქსიმალურად მისი გუნდის წევრები ახლა მას ამაში ეხმარებიან. და საინტერესო გახლავთ ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადება, რომელიც მან CNBC-ის ეთერში გააკეთა. ღია ჰომოსექსუალის ფოტოშოპი. ხო, ეს მისი საქმეა, რაც უნდა ის იყოს. უბრალოდ ამ კაცმა თქვა ასეთი რამე, რომ ტრამპი მაქსიმალურად ეცდება წნეხი გაასკეცოს როგორც რუსულ მხარეზე, რუსებზე, ასევე უკრაინელებზე, რათა თავის საწოდელს მიაღწიოს. აქ ეკონომიკური ბერკეტებიც პირველ ადგილზეა, თავად ეს ბესენტი ამბობს, მე უკვე ვთქვი, რომ რუსეთს დაუწესებენ ყველანაირ თუ კი რაიმე არსებობს. ეს ტრამპმა თქვა, ბატონო, თქო, მე შემიძლია ისეთი ის რომ რუსეთი ეს მართლაც შეიძლება ასე მოხდეს. სხვა საკითხი ახლა რუსებს ამაზე, ახლა დადებითი რეაქცია რო არ ექნებათ, ეს გასაგებია ისედაც, მაგრამ ისევ და ისევ რუსული მენტალობიდან გამომდინარე, რუსებს ეს ვერ წააქცევს მხოლოდ ესეთი დაშინებები და თუნდაც ქმედითი იყოს ეს სანქციები და რა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ტრამპი მართლა გააკეთებს ამას. ის უკვე დაემუქრა ევროკავშირს 200%-იანი საბაჟო გადასახადით. აი 50%-ზე, რაც ევროკავშირმა დააწესა, სავაჭრო ეკონომიკური ომი დაწყებულია ევროკავშირს და შტატებს შორის და თქვენ წარმოვიდგინეთ რა საქონელზე დაწესდა ახლა ტრამპის მიერ ეს მუქარაა ჯერ, მაგრამ აპირებს რომ შეიყვანოს რეალობაში. შეეხება ევროპულ სასმელებს, ალკოჰოლურ სასმელებს, დაწყებული ფრანგული ღვინიდან დამთავრებული კონიაკი და უფრო აი 40 გრადუს ზემოთ სიძლიერის. ხო, და რატომ აკეთებს ამას? იმიტომ რომ ევროკავშირმა ამერიკულ ვისკიზე დააწესა 50%-იანი საბაჟო გადასახადი. 100%-ით კი არა, 200%-ით აპირებს ტრამპი რომ გაურთულოს ამათ ცხოვრება. წარმოიდგინეთ ახლა მე ისევ ალბათ საქართველოზე გადავალთ. დღემდე მოძღვრავენ ეს ევროკავშირის წარმომადგენლები ცალკე, ახლა საფრანგეთს დაარტყა პირველ რიგში ტრამპმა ამ გადაწყვეტილებით, ხო? საფრანგეთია ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი აი ამ ბაზარზე, რასაც ქვია ეს ფრანგული ღვინოები, შამპანიურები, კონიაკები და ასე შემდეგ. და საფრანგეთის სენატმა, ქვედა პალატამ მიიღო ასეთი რეზოლუცია, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ თურმე რუსეთი ჩაერია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში. ახლა ეს პარლამენტი ჩვენ რო გვყავს საქართველოში, თურმე რუსების ჩარევის შედეგად არის დაკომპლექტებული. ეს ცნობილი ოპერიდან არის, თქვენ გახსოვთ 2016 წელს ტრამპის არჩევნების დროს საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა იყო, ის კი არა კომისია შეიქმნა, თუ არ ვცდები მიულერის კომისია გვარი, გახსოვთ თქვენ და რამდენიმე წელი თვის განმავლობაში წელი იძიებდნენ, რომ აი ტრამპი ხელისუფლებას სრულიად სერიოზულად, რომ ტრამპი ხელისუფლებაში მოიყვანა FSB-მ და პუტინმა და ეს არის ამერიკელების ნარატივი, კი? ეს იყო და კომისია და უამრავი ხალხი დაკითხეს და ბოლო-ბოლო ამაზეც არის ტრამპი გამწარებული, რომ აი პირველი პერიოდი პრეზიდენტობის
აი ესეთი ცილი დასამეს და ეხლა რაც ახლა დავითმობზანა რა თქმა უნდა მოსალოდნელია ახლა ჩვენ ერთი რაღაცა აი ვერ აი ძალიან კარგი ამბავი მოხდა ყველაფრის გამჭვირვალეა აი ტრანსპარენტული გახდა და ჩვენ ყველაფერი დავინახეთ ანუ ის კულუარული პოლიტიკა ის კონფიდენციალური პოლიტიკა რაც კულისებს მიღმა იყო და ეს სხვათა შორის პოლიტიკისთვის დამახასიათებელია და მოსულია ეს კულუარული პოლიტიკა კონფიდენციალური არის იყო და ყოველთვის იარსებებს მაგრამ ჩვენთან აი გამოვიდა უკვე საქართველოსთან მიმართებაში და რამხელა წნეხი და რამხელა ბულინგი ვიხმაროთ ეხლა თანამედროვე ტერმინი ყოფილა ჩვენს ხელისუფლებაზე ხო ჩვენ ხო დავინახეთ ყველაფერი ეს ხო ვიღაცას ჩვენთვის არ უთქვია თვითონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ახალმა ადმინისტრაციამ შექმნა იმის პრეცედენტი რომ ეს გამხდარიყო ტრანსპარენტული ხო და გვითხრა მთელ სოფლიოს ანახა აი რაც შვებოდა ეს ადმინისტრაციები ამერიკის შეერთებული შტატების სადაც ჩვენც ვიყავით მოყოლილი და აი გუშინაც იყო პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ სადაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ ის ზეწოლა მან არ დაასახელა ეხლა ის ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა ახსენა რომელიც აი ხო ეს რა თქმა ეს ხო იყო ამას ხო აკეთებდნენ ხო გააფრთხილეს პრემიერ-მინისტრი რომ დაურეკეს და უთხრეს შენ გაიხსენე რომ რობერტ ფიცოს ესროლეს ანუ პირდაპირ გააფრთხილეს გობახიძე რომ აი შენს შეიძლება ეს დღე მოგიწვიოს და ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ევროკავშირის ეს ვიღაცას ხო არ უთქვია და ეს თვითონ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გახსოვთ ხო რამდენიმე 10 წლის ალბათ ჩარშანი ხო ეს გააჟღერეს ხო ეს ხო შემთხვევით არ ხდება არაფერი აი მაშინ დაიწყეს ქირქილი რომ აი ხო დადასტურდა ეხლა ყველაფერი რომ ეს მართლა და მართლა ქონდა ამას ადგილი და დღევანდელმა ხელისუფლებამ მართლა დანიშნულზე იარა და საქართველოს როგორ მოიტანა სირია მონაგონი გექნებოდათ სირია იქნებოდა მონაგონი ეხლა რაც დღეს სირიაში ხდება ეს იქნებოდა საქართველოში მონაგონი იმიტომ რომ სირია მაინც სულ სხვა მოცემულობით ჩვენზე 3-ჯერ და 5-ჯერ დიდი ქვეყანა არის და ნუ გარკვეულწილად რაღაცას თავზე კაცვირმარიზე რა იქნება გასაგებია მაგრამ აი დღეს იქ რაც ხდება ხო და აი ეს საქართველოს რომლის მისი ნახევარიც არ არის დღეს საქართველოს არ იარსებებდა საქართველოს ხსენება არ იქნებოდა გეოგრაფიული ცნება და ტერმინი და საქართველოს ეს ისტორიული ნაწილები ვის რომელ ქვეყანას იქნება შეერთებული და წაღებული აი იმის იმაში ვიქნებოდით ეს გამოჩნდა ყველაფერი და რატომ გვაქვს აი ასეთი იცით აი ხანდახან მიკვირს კი არ მიკვირს ეხა ამ ქვეყანაში რა უნდა გაგიკვირდეს მაგრამ აი გასაოცარი აი შეიძლება შენი პირადი ინტერესების გამო შენი რაღაცა აი იმ ფუფუნების გამო რაღაცა იმის დივიდენდების გამო აი იმის გამო ქვეყნის ინტერესები გაყიახა მეც საკრალურ კითხავს როგორ არის თურმე ყველაფერი შეიძლება ხო ყველაფერი იყიდება ამ ქვეყანაში ხო და რაც მივედი და ვნახეთ და ყველაზე მთავარი ყველაზე უდიდესი რა ჩვენ ამ ქვეყანამ და ამ მივაყენეთ და მიაყენეს ამ ძალებმა ეს კიდევ არაერთხელ განმეორდები და ყოველთვის ვიტყვი ეს ჩვენ განათლების სისტემა დავანგრეთ თაობა დავკარგეთ აი ჩვენი უბედურება ეს არის ყველაფერს ეშველება ყველაფერი გობახიძემ თქვა ამ განათლებასთან დაკავშირებით რომ აპირებს აქტიურად ძალიან აპირებს გასაგებია და ჩვენ ხარდაჭერა უნდა გამოუცხადოთ ხელისუფლებას არ შეიძლება მე ხლა ადრე მქონდა ურთიერთობა განათლების სისტემასთან საკმაოდ სერიოზული მუშაობდი და ვიცი უამრავ სტუდენტთან საქმე რა და აი გუშინ წინ მქონდა ერთი ზარი ჩემმა ყოფილმა სტუდენტმა დამირეკა ყოფილმა კი ეხლაც მოქმედი სტუდენტია სამწუხაროდ სახელს და გვარს ვერ ვიტყვი იმიტომ რომ რო ვთქვა ამ ბავშვს ალბათ შეიძლება ეს ბავშვი გააგდოს მაგრამ შემპირდა რომ მე გამოვალ და რო დავამთავრებ ინსტიტუტს ეშინე ამბობს ბულინგი ეს არის ინსტიტუტი ჯიპა პირდაპირ ვამბობ ეგრეთ წოდებული ჯიპა სადაც პირდაპირ მიდის ბულინგი ბავშვებზე ვინც არ დადის აქციებს ეს ჯიპაც ბუდეა როგორც ილია უნიკი ჯიპა არის ბუდე აი ვაცხადებ ხმა მაღლა არის ბულინგი პირდ ლექტორების გვარების ვიცი სახელებს ვინ შედის ვინც ეუბნება პირდაპირ აი შენ რატო არის პირდაპირ ლექციაზე შედის ლექტორი და ეუბნება აი შენ არ ყოფილიყარ დღეს აქციაზე შენ რატომ არ და უპირისპირებენ ბავშვებს ხალხნო ერთმანეთს გაგიგიათ ასეთ ლექტორს უნივერსიტეტში რა უნდა როგორ შეიძლება მასაც ლექტორი ერქვეს და ივანე ჯავახიშვილსაც კაცო პროფესორი და შალვან უცუბიძესაც შეიძლება ასეთი რაღაცეები
და იუბნება და მე ყველაზე უბედურება რა არის იცით რომ ბავშვები გადაკიდეს ერთმანეთს აი კურსელები ჯგუფელები და ის უკვე ამაზე ახორციელებენ ბულინგს დილით ლექციაზე ან დილით უშუალოდ არ ვიცი ხა ლექციაზე შეცვლა ლექტორის იწყება რითი იცით აბა ვინ იყო გუშინ აქციაზე და აბა რა გააკეთეთ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება გამიგეთ აი ეს ხდება ეს არა მარტო ავაცახში ზოგიერთ ინსტიტუტ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით ეს დავიღალეთ მეც უამრავჯერ ჩემი კოლეგები საგერ ბატონ დავითთან ამდენჯერმე ამ თემებზე ვსაუბრობთ რა არა ვარ ამ რეპრესიების ამ ღმერთთან დამიფაროს არავის ვიცი ხე მაგრამ თქვენ ალოცულებო თაობას გვაკარგინებთ რა და ეს მიდის ეს დღესაც მიდის ეს მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ხო ღირსეული რექტორი ყავს, კაი კაცია, ვიცნობ ყველაფერი, მაგრამ ირგული ვწერე ისეთია გამსამო ვერაფერს ვერ გახდა ეს კაცი. კი, მეც მქონია პირდაპირ ჩართვაშიც ყოლია მოწეული და საკმაოდ განათლებული კაცია, მაგრამ გარემოცვის თემა არის. ხარდაჭერა უნდა საზოგადოების. აი ნახეთ ეხა თეატრალური ინსტიტუტის რექტორს რა უყვეს. გუშინდელი ამბავი ხო გახსოვთ არა? მენეჯმენტს არა აქვს უფლება რომ თვითონ თეატრალურმა ინსტიტუტმა თავის თავს მიხედოს და გადახედოს და შესაბამისი ადეკვატური ზომები მიიღოს, ხო? და მოთხოვოს იმის გამო რომ სტუდენტი არ დადის, არ სწავლობს და აცდენს და ანტი სახელმწიფო საქმიანობას თუ სახელმწიფოს ეწევა თურმე არა გაქვს უფლება შენ რო დასაჯო. და ჩემი შვილი შეიძლება დაისაჯოს, იმიტომ რომ ვერ მივიდა რაღაცა და იქ ჯარიმე პირობითად ვიზახე, რა ვამბობ იცით? ეს შეიძლება ესეთი გრადაცია მოხდეს, ანუ დივიდენდია, ანუ რა არის რომ რახან შენ იქ მიდიხარ საღამოს გადიხარ აქციაზე, ანგრევ ამახინჯებ ამ შენობას, ანტისახელმწიფო ქმედებაში, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რასაც აკეთებენ და მე მოდის და ინსტიტუტში ეუბნება ლექტორი რომ შენ მართალი ხარ, აბა რა უნდა იარო და აკეთო. და მილიონის შენობაზე ყოფილი პუშკინის ინსტიტუტი რაც იყო პედაგოგიური. ნუ თქვით უკვე რაც არის, მაგრამ ეს სამხელა უკრების დროშა რო არის შტანდარტივით გამოკრული. ლენი რიფენშტალის კადრები რო არის, ვერმახტს დიდი შტანდარტები რო ხსვასტიკია. ხო, ასეთ შტაბ-ჭდილებას ტოვებს. გამოფენილია ესეთ ვერტიკალურად ჩამოკიდებულია ამხელა დროშა. ამას მოეღებ, მე დარწმუნებული რა. მე დარწმუნებული პირდაპირ ზემოქმედება არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად გეთანხმები დავით და განათლების სამინისტრომ თვითონ ხელისუფლებამ მოწადინებულია ფაქტია ეტყობა ყველაფერი ჩვენ მე პირდაპირ ვამბობ რომ საზოგადოების ხარდაჭერა გაქვთ ჩვენ თქვენ გვერდზე ვართ კანონის სრული დაცვით უამრავი ბერკეტი არის ის ავტორიზაციები და რა ქვია მაგას აკრედიტაცია და უამრავი თემატურიც თუ რაღაცა და საგნობრივი და რაღაცებით გააკეთეთ ყველაფერი მოთხოვეთ და სასწავლო პროცესი დაემგვანო სასწავლო პროცესი. მოხდეს განწმენდა, მოხდეს კათარზისი განათლების სისტემაში. არაფერი არ გვეშველება ხალხო, არაფერი. ვისთვის გვინდა ეს ქვეყანა? თუ ჩვენ აი ესეთი ახალგაზრდა ღმერთმა დაიფაროს, რა თქმა უნდა, ესეთები არ გვყავს ჩვენ, მაგრამ ხო არის ჩვენი სახეა და რაღაცის რაღაც საზოგადოების რაღაცა ნაწილი ხო არის. ისინიც ხო ჩვენი შვილები არიან, ხო? ხო ჩვენი ნაწილია საზოგადოების და ის არასწორად რომ ცხოვრობს, არასწორად რომ მოქმედებს და არასწორად რომ იქცევა, ვიღაცამ ხო უნდა მისცეს, ან შენიშვნა მისცეს, ან ურჩიოს, ან დაელაპარაკოს, ან მოაბრუნოს, ხო ეს არის საზოგადოება, ორი სეგმენტია, ეს არის საზოგადოება და ეს არის ეკლესია, ხო? აი მათ უნდა შეძლონ. ნუ საზოგადოებაში გულისხმობ მშობლების ანათესავი სამეგობრო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ არავის ჭკუას არ ვასწავლე. არ ჭირდება არავის ჩემი ჭკუის სწავლება, უბრალოდ ჩემს პოზიციას კიდევ ერთხელ გამომერე რომ არ მოაბანკუდი და აი ვიღას არავის არ ვასწავლე. უბრალოდ გულით ერთი რიგითი ქართველი თბილისელი ვამბობ ამას, გული მწყდება, რომ ასე გრძელდება. ამდენი ხანი გრძელდება და რო უყურებთ ხელისუფლებას თავიდანვე თქვენ სად ახართ საზოგადოება ხალხი ხმას რატო არ იღებთ სკოლის მასწავლებლები დარჩენილი უნივერსიტეტის ლექტორები რო ხართ სხვა უნივერსიტეტების ხმას რატო არ იღებთ რატო არ გამოდიხართ რატო არ გამოდიხართ და რატო არ ამბობთ რომ აი ეს არის აბსოლუტურად რატომ არ დაგმეთ გამოვიდა რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი გამოხვედი და კი გამოდიან ჩვენი მეგობრები კოლეგები არის ტექნიკური უნივერსიტეტიდან არის კაცო როგორ არა ეხა მედიშერ გვენეტალზე
ჩვენი მეგობარი უამრავი ბოდიში კიდე ახლა ამა თამარ კიკნაძე უამრავი ვინც გამოდის და ეს არ ეყოფა გამოდით მასიურად ყველა ინსტიტუტებიდან ვინც ახართ და აი ამ საკითხზე გაგვეცით პასუხი არის თუ არა ეს მისაღები აი ეს ფორმა დღეს რაც ხდება ზოგიერთ ინსტიტუტში მაგრამ მედიაც უნდა იყოს მოტივირებული რომ ამ ხალხს ეთერი დაუწყოს რა თქმა უნდა მე იმ არხებზე არ მაქვს ლაპარაკი სიდრა რო არის სამთავიანი გლობალისტურ ლიბერალურ იქ აზრი არ აქვს იმათ თავიანთი პლატფორმა აქვს საერთოდ ღვთისმადლით გვაქვს საშუალება და მიეცეს იმის ან გაკეთეს გადაცემები ან მივიდეს ეს ტელევიზიები და იქ ნახო რა ხდება თვითონ ადგილებზე რა ხდება და ჩვენ ამას მივხედოთ გვიან იქნება მიდის მატარებელი რა და ჩვენ ახლა ამ მატარებელს უნდა შევახდეთ თუ მეზობლებიც გვასწრებენ რა თქმა უნდა ხო ვისაუბრებთ ამ თემაზე კი ყველანი გვასწრებს და კიდევ ერთხელ ვამბობ ყველაფერი უკან დაგვრჩება რა ჩვენ რაც მოვიპოვეთ ახლა და ხელი 2012 წლიდან საქართველოს ტერიტორია არ დაუკარგია 2012 წლიდან საქართველოს ომში არ ყოფილა 2012 წლიდან ქვეყანაში მშვიდობაა მეტი რა გინდათ ამათ უნდათ რომ გადაახვიონ უკან და გააგრძელონ ის 2008 წლის კოშმარი რაც საქართველოში ხდებოდა რომელიც აპრიორი აქიდანვე იმას ნიშნავს რომ კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდება და კიდევ უფრო დაპატარავდება ეს ქვეყანა. ამას არათუ ვერ აცნობიერებენ. შეიძლება აცნობიერებენ, მაგრამ მავნებლობენ. ხო გახსოვთ აი პირდაპირ ამოკრეფილი იყო ამ გლობალისტების ფრაზები, ცალკეული წინადადებები, სადაც ყოველი მეორე ამბობს რომ კი, ომიგია, აბა არ გინდათ, აბა არ ვიომოთ, უნდა ვიომოთ. თან დააკვირდით რასაკეთებენ. პირდაპირ ურტყამენ ისეთ ინსტიტუტებს ქვეყნის სახელმწიფოს ისეთ ინსტიტუტებს, რომლებიც ქვეყნის ასნოვა, საფუძველი კი ბატონო. პოლიცია, ჯარი, უშიშროება, რომელიც გამართულად მუშაობს. და ბატონო მამუკა, ესენი ხალხს დაუპირისპირებს. რომელია მათ შორის, აი ვინც ახლა ამას ლაპარაკობს და ჩვენ ხო ვიცით სახეზე ვცნობთ ყველას, ვინც ამას ამბობს, რომ კი, აბა არ უნდა ვიომოთ, უნდა ვიომოთ. კურდღლები. ანუ მდედრებიც და მამრებიც. სანგარი არ გაუთხრიათ ცხოვრებაში. ანუ წარმოდგენა არ აქვთ, იარაღი ხელში არ ჭერიათ, ანუ წარმოდგენა არ აქვთ, რასაც თამაშებიან. აი უბრალოდ გაისვრიან ამ ფრაზებს რაღაცა სიტყვიან სისულელეს და უხარიათ. დავით, შემოკარგე. ამაში თან დივიდენდები აქვთ. აი ეს მათი ნავიგატორები ვინც არიან საზღვარგარეთ, საიდანაც პირდაპირ იკვებებიან, ხო, ფინანსურად შემოსავალია ეს მათი, პირდაპირ ასრულებენ ამ დავალებას. ამიტომაც ამბობენ ამას. ზუსტად და აი მე რისი თქმა მინდა იცი? აი ხო ხედავთ რა ხდება და ომი რა არის, რა საშინე ჩვენ ხო გადავიტანეთ ეს, მაგრამ ჩვენი ხო მონაგონია რაც ახლა უკრაინაში და რუსეთ-უკრაინა შორის ხდება და რასაც ჩვენ შორიდან უყურებთ და ღვთისმადლი ჩვენკენ არ არის. მაგრამ ჩვენ ხო ვნახეთ ეს 90-იან წლებში და 2008 წელს, ხო? შეიძლება პატარა ინტერვალი იყო, შეიძლება ცოტა იყო, მაგრამ ხო ვნახეთ ეს საშინელება, ხო? ვის შეუძლია რას რიგი იდგა წითელხიძე ვინ სადგარბოდნენ ესენი კურდღლები ესენი თავის მხედამთავარი ხო ხიალობდა იქ სია მთელი სია იყო გამოყენებული ხო ესენი რის გამკეთებლები იყვნენ იგივეს გააკეთებენ ახლა ხა ერთმან უკნას რამე რომ მოხდეს პირველი ესენი გაიქცევენ და უბრალო ხალხს შეატოვებენ აი იმ ბიჭებს შეატოვებენ დღეს რომ აგინებენ და მოლოტოვის კოქტეილებს რო ესურიან ჩვენ გმირ პოლიციელებს და იმას ჯარს აი ეს უნდა ამის გაკეთება უნდა ამას უპირისპირებენ საზოგადოებას და ყოჩა ხარა არ პროვოკაციაზე არ აყვა აი ხო ხედავთ როგორ დგას ხო ხელისუფლება აი ძალიან კარგად მიდის ყველაფერი ის კანონი იცავს ხელისუფლება თავის თავს კი არა სახელმწიფოს იცავს სახელმწიფოებრიობას იცავს აი ეს დაჭერები მე ახლა ვკითხულობ თუ რამე დააშავე შენ დაუშვათ არ უნდა გოპასუხე აი მოქალაქეებს საზოგადოებამ კანონით და კონსტიტუციით შენ თუ ითხოვ რომ არჩევნები გავაუქმო დემოკრატია სამართლებრივია შენი ქმედება სამართლებრივია ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში ანუ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაზე ვამბობ ხო შენ ვის აძლევ მაგალითად შენ ხო სამართლებრივ ჩარჩოში უნდა იმოქმედო და შენ სამართლებრივად უნდა იცხოვრო და შენ უნდა მისე მაგალითი რომ აი მე ვცხოვრობ სამართლებრივი სივრციდან არ გავდივარ და არა ის სამართლებრივი ნიჰილიზმი რაც გინდა რომ დანერგოთ ხო რატომ რა ეხლა იმის რომ დაჯარიმდეს ცნობილი ის რო არ დაჯარიმდება მომღერალი თუ მოცეკვავე თუ ვიღაცა მსახიობი რო რატომ არ ეკუთვნეს
ამერიკის შეერთებულ შტატებს ედრებიან და ევროპას ისტორია წაიკითხეთ, რა თქმა უნდა, უვიცებო. ამერიკის და ევროპის ისტორია მაინც გადახედეთ. არავის ეხლა სულ ახალი გამახსენდა მოკრივე მუჰამედ ალი გახსოვთ ხო კასიუს კლე რომ გადაიკეთა კაცი დაიჭირა რატო დაიჭირეს იცი რომ სახელმწიფო წინააღმდეგ წავიდა ვიეტნამის ომში რო ხო გახსოვთ არა უწევდა ჯარი არ და დასაჯა სახელმწიფო სწორი ჯეინ ფონდაც ასე არის კი და უამრავი კიდე ხა უცბად გამახსენდა ისა ხო პაციფისტების აქციებში იღებდა მონაწილეობას და ხელმძღვანელობდა და განკვეთეს რამის. საწარმოებდა და ოფიციალურად გაწოვა და არა და ნუ ადგენდა დაიჭირეს ხო მოთხოვეს პასუხი და კიდე უამრავი სხვა. ახლა რამდენი ერთი მაგალითი მოგიტანოთ ხო? ბატონო მამუკა, აი დასწრებაზე იყო საუბარი, მეზობლები ვახსენე. დღეს სომხებმაც და აზერბაიჯანელებმაც გამოაქვეყნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკვე მხარეები თანახმა არიან საბოლოო შეთანხმება გააფორმონ. ერთადერთი არის იქ ორ მუხლთან დაკავშირებით სომხეთი ითხოვდა რომ ეს გადავდოთ უკეთესი დროისთვის ამასობაში ამას მოვაწეროთ ხელი სამშვიდობო შეთანხმებას საბოლოოს უბრალოდ აი ეს ორი პუნქტი რაც ჯერ კიდევ იწევს თქვათ წინააღმდეგობას მხარეებს შორის პარალელურად ვაწარმოოთ ამაზე მუშაობაო. ეხლა არაცხადებენ რომელ მუხლებზეა ლაპარაკი, მაგრამ ჩემი მხრიდან გეტყვით ეს არის მუხლები, რომლებიც ეხება უშუალოდ აზერბაიჯანის მოთხოვნას. ერთი, რომ სომხეთმა, როგორც მხარემ დააყენოს საკითხი, დათანხმდეს უფრო სწორად მინსკის, ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ. ეს ამაზე არ ლაპარაკობენ, მაგრამ ეს ჩემი მხრიდან მე აი პირდაპირ ვამბობ ამას, რომ ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა. ცნობილია, რომ მინსკის ჯგუფი შეიქმნა ამერიკელების ეგიდით. აზერბაიჯანს თავიდანვე ქონდა ეჭვი, რომ ახლა როდესაც საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატებია ჩართული ამ კონფლიქტის მოგვარებაში, რასაკვირველია, იქ მუშაობს სომხური ლობი. აზერბაიჯანელებსაც თქვა დრო ტყუილა არ დაუკარგავთ, მათაც ყავთ უკვე საკმაოდ ძლიერი დიასპორა, რომელმაც ასევე დაიწყო შტატებში მუშაობა. მინდა გითხრათ, რომ წარმატებებსაც აღწევს. სოციალისტ ეს დამსახურება ისრაელის მეშვეობით აკეთებენ ისრაელი და თურქეთი. იმიტომ რომ სომხებზე უფრო დიდი დიასპორა, უფრო სწორად თავარი ლობი არის ებრაული ლობი შტატებში. ტრამპი ხო, რა თქმა უნდა. ხო, ეს ერთი. და მეორე ეს არის მოთხოვნა, რომ სომხეთმა კონსტიტუციის პრეამბულადან ამოიღოს ეს ჩანაწერი, სადაც საუბარია აგრეთვე არცახზე, რომელიც არის სომხური მიწა-წყალი. და ადრე თუ გვიან უნდა დაბრუნდეს. აუხსნა ჩვენს მოყოლებას. ყარაბახია სომხური ვერსია. სომხები ყარაბაღს, კი ბატონო. ხო და აზერბაიჯანი ჯერ რა თქმა უნდა ამაზე ახლა მათი მოთხოვნა არის რომ აუცილებლად იყოს ეს გათვალისწინებული და ამოღებული. მე გეთანხმები დავით, მაგრამ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს და დავითსაც რომ დამოკიდებულება აზერბაიჯანის მე აი ესეთი მეტამორფოზა და ტრანსფორმაცია რაც ახლა ბოლო თვეებში ხდება აზერბაიჯანში და აზერბაიჯანული საგარეო პოლიტიკის ვექტორი რომ ისე შეიცვალა იმდენად მოხდა შეცვლა გამაოგნებელი გახდა თქვენ ბატონ დავითს ვახსენებ და ჩვენს მაყურებელსაც რომ სერიოზული დაპირისპირება რუსეთისთან დაიწყო აზერბაიჯანის დღევანდელმა ხელისუფლებამ რამდენიმე მინისტრი არის დაკავებული 4-5 უშიშროების მინისტრი პრეზიდენტის აპარატის უფროსი რომლებიც არიან ეჭვმიტანილი რუსეთთან დააკვირდით რუსეთთან თანამშრომლობაში ბაქოში დაიხურა რუსკი დომ რუსული სახლი ანუ კულტურული ცენტრი და უამრავი სხვა ანუ სერიოზული დაპირისპირება მედის რუსეთის მიმართ რომელმაც მისცა საშუალება რამდენიმე წლის წინ ბაქოს რომ ყარაბაღი უტკივნეულოდა უომრად ფაქტიურად ფიგურალურად ვამბობთ ეხა უომრად კი ომი რა თქმა უნდა იყო მაგრამ ის ომი რა იყო ის იყო ომის იმიტაცია რომ დაიბრუნა და ამხელა ჯარი ედგა სომხეთში რუსეთს და დღესაც დგას გიუმრიში რუსეთის დივიზია და რუსეთს ხელი არ გაუნზრევია და ყველაზე
საუკუნისის გააკეთა რომ თურქები შემოიყვანა კავკასიაში შემოვიდა ანუ იმის გამო რომ აზერბაიჯანის თემა მოეგვარებინა სომხეთი რომელიც იყო SNG-ს წევრი ODKB-ს წევრი ყველაფრის წევრი რაც კი რუსეთის არის და ერთიან სივრცეში იყვნენ რუსები და სომხები და ფაქტიურად გამოდის რომ მხარი დაუჭერა აზერბაიჯანს აშკარად ნუ ახლა რუსებმა ეს არ უთქვიათ მაგრამ თავის ქმედებით ასე ჩანს და თან წარმოიდგინეთ მაგრამ რუსეთს უფრო სხვა სტრატეგია უფრო ვრცელი სტრატეგია ზუსტად მაგის თქმა მინდა ეს ვრცელი სტრატეგია უბრალოდ აზერბაიჯანის დამოკიდებულება ისე რომ აზერბაიჯანი არის დაპირისპირებული მკვეთრად აი ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით არის პრობლემები მკვეთრად ირანთან ირანში არაერთხელ მithქვავს მე რომ ირანში არსებობს ორი დასავლეთი და აღმოსავლეთ აზერბაიჯანი ბოლო მონაცემებით დაახლოებით 10-15 მილიონი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანში თებერვლის რევოლუცია რომ მოხდა 1979 წელს ყველა პროტაგონისტი რევოლუციის როდესაც შაჰი ჩამოაგდეს და ისლამური რესპუბლიკა გახდა ერთ-ერთი ლიდერი რა თქმა უნდა ლიდერი იყო აიათოლა რუჰოლლა ხომეინი რომელიც ეროვნების სპარსია დანარჩენები იყვნენ ეთნიკური აზერბაიჯანელები დღესაც უზენაესი კონსტიტუციით ირანს ხავს უზენ რახბარ სახელმწიფოს მეთაური ასე ვთქვათ ეს გახლავთ ალი ხამენეი ეთნიკური აზერბაიჯანელი დღევანდელი პრემიერ-მინისტრიც ეთნიკური აზერბაიჯანელია და უამრავი სხვა ანუ რის თქმა მინდა იქ არის ეს ლობი აზერბაიჯანული მაგრამ ეს ირანის უფრო კაი ურთიერთობა აქვს მეგობრული და სტრატეგიული სომხეთთან ვიდრე აზერბაიჯანთან აქ არის კიდე თურქეთის ფაქტორი და რა თქმა უნდა ისრაელის ფაქტორი რომელიც სტრატეგიული მოკავშირეა და თურქეთის ირანის აზერბაიჯანის შეერაღებაში დიდი წვლილი მიუძღვით ახალის არმიის ინსპექტორებს და ისინი მუშაობენ ანუ ძალიან სერიოზულად შეიძლება აირიოს კავკასიაშიც და აი ამ ეხლა ჩვენ რატომ ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას იმიტომ რომ გინდა არ გინდა ჩვენი სამეზობლო ქვეყანა ჩვენც უამრავი ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ცხოვრობს ეხლა საბჭოთა პერიოდში 500,000 დაახლოებით პარიტეტული იყო 500,000 ცხოვრობდა კომპაქტურად სომეხი და 500,000 აზერბაიჯანელი საქართველოში კომპაქტურად ისი თქვენ რომ მათი ადგილები არის ესენი კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები ქართლში სომხები სამხრეთ საქართველოში და ასე შემდეგ ნუ ეხლა გარკვეული ამ პოლიტიკური კატაკლიზმების და კოლიზიების შემდეგ მოხდა მიგრაციული პროცესები უამრავი წავიდა მაგრამ სადღაც ეხლა 200-300,000-მდე მერყეობს აქაც საინტერესო თემა ისე თუ ღმერთმა უქნას და ამ კონფლიქტმა მიიღო რაღაცა ისეთი ინტერნაციონალიზაციის სახე დაიფაროს უკვე გამორიცხული არის საქართველოშიც ღმერთმა დაიფაროს მაგრამ ესეც უნდა გავთვალოთ და ეხლა მინდა შევეხო ბატონ დავით სირიის თემას და მინდა ჩვენს მაყურებელს აუხსნა რომ სხვათა შორის რაც დღეს სირიაში ხდება ანუ რაც მოხდა სირიაში ჩათვალეთ რომ სირია არის ბალკანეთი აღმოსავლეთისთვის ანუ ორი გეოგრაფიული მოცემულობა რომელიც ყოველთვის იყო ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის მოცემულობა რუსეთის საბჭოთა კავშირის გნებად რუსეთის საწინააღმდეგოდ ეს არის ბალკანეთის ნახევარკუნძული ანუ ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორია და დღევანდელი სირია ანუ ეხლა მე ცოტა ისტორიული ექსკურსი მინდა რომ ჩვენს მაყურებელს შევახსენო ცოტა საინტერესო თემატიკა გახვდა ეხლა სირია 4 საუკუნის განმავლობაში 1517 წლის მერე იყო ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. ანუ სუთურქული გავლენა უსერიოზულეს. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დამთავრდა და თურქეთის იმპერია დაიშალა, როგორც ყველა იმპერიები და სამეფოები, ანუ წაგებული ქვეყნის მხარეს იყო და გერმანიის მოკავშირე იყო, ყველა მისი ტერიტორიები გადანაწილდა A, B და C ჯგუფები გაკეთდა ევროპის მიერ და გადანაწილდა სხვადასხვა ევროპის ქვეყნების მიერ პადმანდატ, ესე იგი მანდატის ქვეშ. ევროპის ქვეყნებს გადაუნაწილეს. სირია მოხდა ფრანგულ გავლენაში. სირიის გვერდზე პალესტინა მოხდა ბრიტანულ გავლენაში. ანუ სირიაში იყო ფრანგული გავლენა, ანუ ფრანგები საფრანგეთის მანდატის ქვეშ იყო და მისი ხელისუფლების ქვეშ იყო. ნუ შემდეგ 40-იან წლებში ომი
ომის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ერთი პერიოდი სირია გაერთიანებული იყო ეგვიპტესთან და არაბთა სახელმწიფო იყო 3 წლის განმავლობაში, მერე ერთად ვერ იცხოვრეს და გაიყვნენ. ომი მერე 67 წლის ომი და ისრაელმა წაართვა გოლანის სიმაღლები დღესაც იგივე არის და რის თქმა უნდა სირია არის უძველესი ქრისტიანული ადგილი. პეტრე და პავლე ანტიოქიის დავითი ახლა ჩახედულია და იცის ანტიოქია არის სირიის იყო დავით აი დიპტიხში რომელიც არის მართლმადიდებლური ეკლესიები და სოფლიოში 15 მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესია. პენტარქიის ეკლესია ძველი პირველი 1000 წლეულის 5 ეკლესია რომელიც ხო და 15-ია დამოუკიდებელი ხა მე-16-ს ამბობენ უკრაინა მიემატა და ავტოკეფალური ეკლესიები არის 15 იხსნება კონსტანტინოპოლით, მერე მოდის ალექსანდრიის, მერე მოდის ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის და საქართველოს მე-6 ადგილზე. ერთ პატარა ჩასწორებას გავაკეთებ, თქვენ ყველაფერი სწორი თქვით, გეთანხმებით აბსოლუტურად, უბრალოდ როგორც სიძველის მიხედვით, სომხები არიან ყველაზე კონსტანტინოპოლის ეკლესია უფრო ახალგაზრდა, ვიდრე ანტიოქიის ან ალექსანდრიის. ისინი უფრო ძველები არიან. ხო, ნუ ის პირველობა, ის ნომინალური პირველობა განისაზღვრა სხვა დიპტიხი არის ჩამონათვალი. პოლიტიკური კუთხით განისაზღვრა. ჩამონათვალი. ჩვენ რუსებზე ისა ვართ უძველესი, მაგრამ რუსები 1000 საუკუნეში გაქრისტიანდნენ, მაგრამ ჩვენ მე-6 ადგილზე ვართ. კი გეთანხმები? კი. მაგრამ ამჟამად ამოცემულობაში ასეა და ეხლა დამასკოში ეს იყო ცენტრი, ხო? ეხლა მე მინდა ზოგიერთ ანალიტიკოს შევახსენო, რომ რაღაცებს ბოდავენ იმას. ხალხნო დაანებეთ რა თავი, როცა არიციან ან შეიძლება იცოდე, მაგრამ გარკვეულწილად რაღაცა ჩამოყალიბებული პრინციპი უნდა ქონდეს, ხო? სირია არის მონოეთნიკური და მრავალეროვანი ქვეყანა. სირიაში ცხოვრობენ ძალიან საკმაოდ ესენი არიან არაბები, მაგრამ აი წარმოიდგინეთ ალავიტები, ანუ ალავიტები გახლავთ ჩვენ ენაზე რო დავარქვათ სექტა, ეს შიიტური სექტა არის, რომელიც ბოლო 60 წელი მართავდა სირიას, ეს იყო ჰაფეზ ასადი მამა და ეხლა ბაშარ ასადის შვილი. მათ გარდა იქ ცხოვრობენ დრუზები, მათ გარდა იქ ცხოვრობენ თურქმენები, ან თურქები, აი ეთნიკური თურქები, მათ გარდა იქ ცხოვრობენ ქურთები, მათ გარდა იქ ცხოვრობენ სომხები და ასე სხვადასხვა კონფესიების. ყველას ყავს თავის პატრონი. დრუზების ენა დრუზები. ესენიც ერთ-ერთი ტომი არის, რომელიც გადაჯაჭვულია ივრითი არის ერთ-ერთი მათი ენა და არის დრუზი ებრაელები. აი ალავიტები და დრუზები ამოხოცეს სწორედ. აი ზუსტად ამის თქმა და ქრისტიანები მართლმადიდებლები, კი ბატონო. და ალავიტები უფრო ბევრად ძველები არიან, ვიდრე სანაპიროზე მცხოვრებით დაახლოებით 15% მოიცავს თელი მოსახლეობა. ალავიტები ძალიან საინტერესო რელიგია, სხვადასხვა რელიგიებიდან ახლა მე თუ მექნება საშუალება შეიძლება ამ თემაზე ვილაპარაკოთ, ძალიან საინტერესოა თვითონ ალავიტების, მაგრამ ალავიტებს აქვს ძალიან ბევრი მოცემულო ქრისტიანობიდან, რატო ვამბობთ რომ ახლოს არიან? დავით შობას აღნიშნავენ ოფიციალურად ქრისტიანობას და აღდგომას აღნიშნავენ ალავიტები კაცო. აბა აი მაგალითს მოვიყვანს, რაც თქვენ ბრძანეთ, ჩემი თვალით შევესწარი. სოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მონასტერი არის წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერი, ჯერ კიდე კონსტანტინეს დროს დაარსებული. ერთიანი რომი იყო, ნუ მე ვიცით ბატონო. ეს არის ცალკე აღებული ავტონომიური საარქიეპისკოპოსო, აი პირდაპირ ასე ქვია სინასთის საარქიეპისკოპოსო. და საკმაო ისეთი უფლებები აქვს, ნუ მდებარეობს სინას ნახევარკუნძულზე, მან მდებარეობს ეს მოსეს მთა, სადაც ბიბლიური გადმოცემით ჯერ კიდე ძველი აღქმიდან პირველად უფალი ეახლა მოსეს, სადაც ეს დაუწველი მაყლოვანი, ან ჩემი თვალით მაქვს ეს ყველაფერი ნანახი, იქ არის ეს ჭა, სადაც მოსე შეხვდა თავის საცოლეს პირველად და ნუ ეს წმინდა ეკატერინე ითვლებოდა მაცხოვრის სასწლოდ, ესე ვთქვათ და შემდეგ იქნა აღმოჩენილი ეს მისი მარცხენა ხელი და ყველა იქ მომლოცველს ჩუქნიან ვერცხლის ბეჭედს და შორს რომ არ წავიდეს, სწორედ მივედი იმ მომენტამდე. როდესაც მონასტრის ტაძარში შედიხარ, მთავარ ტაძარში, იქ არის ჯერ კიდე ლიბანური კედარიდან მე-4 საუკუნეში ხელით მოჩუქურთმებული კარი. ძალიან ლამაზი ტაძარია, შიგნით რომ შედიხარ, სულა ეს მოჭიქული, ეს კანკელიც ძალიან ლამაზი და ეს ჩამოკიდებული ეს კელაპტრები
და მარცხენა მხარეს, როდესაც დგებიან მართლმადიდებლები, მარჯვენა მხარეს მუსლიმები დგებიან. ნუ ამ ვერცხლის ბეჭედს მუსლიმებს არ ჩუქნიან, ვინაიდან წმინდა ქრისტიანული მომენტი არის. და ისინიც ლოცულობენ. მათ აქვთ ესეთი უფლება, რომ და სწამთ და ლოცულობენ. ანუ ამიტომაც უშვებენ მათ აქ დაძარში. ეს ისეთი საკმაოდ საინტერესო მომენტი არის, რა თქმა უნდა. არ ვაქცევთ ყურადღებას იმაზე, რომ სერიოზული ლობი, აი ქურთების ძალა, სერიოზული ძალა მუშაობს, ცხოვრობს, არიან, რომლებსაც სერიოზული ხარდაჭერა აქვთ ამერიკის შეერთებული შტატების და ასე შემდეგ და ასე. ანუ რატო მოვაყოლე ახლა მე ამ სირიის თემატიკა, ხო? სირიაში, როდესაც რუსეთში გაიქცა ბაშარ ასადი, ხო შეატოვეს ვითომ და ეს მოვიდა ეს ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც ხარს უჭერდა მთელი მსოფლიო, ხო? ნუ მე ვამბობ ევროკავშირი, ამერიკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომლებიც მოვიდნენ უკვე ანტი სირიული, ანუ ანტი სახელმწიფოებრივი, მაშინ ბაშარ ასადის განწყობით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბაშარ ასადის გაქცევამ გამოიწვია მისი ძალების გაფანტვა. და მისი პარტია ბაასი იყოს არაბთა სოციალისტური პარტია და რამდენიმე 200 თუ 300,000 წევრი ყავდა. ეს პარტია დაიბნა, დაიშალა. ეხლა მიდის უკვე შეკოწიწება, ამათი გაერთიანება, ყოფილი სამხედროების, ყოფილი ჯარის ნაწილების, ყოფილი ოფიცრების, აი ესენი იწყებენ უკვე კონტრშეტევებს და ესენი არიან ანტისახელმწიფო, ანუ დღეს ვინც არის მის ხელისუფლების საწინააღმდეგო. და ეს ხელისუფლება დღევანდელი, რომელიც უნდა ყოფილიყო ტრანზიტი, ანუ დროებით, როცა მოვიდნენ ხელისუფლებაში, განაცხადეს, რომ ჩვენ რამდენიმე თვითვიქნებთ და შემდეგ არჩევნებს, ანუ დემოკრატიული პრინციპი, ვითომ ევროკავშირის და ამერიკას და ლამაზიის დაუხატეს, რომ ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ და ლეგიტიმაციას მივცემთ, არ გააკეთეს და გადავიდნენ ამ მეთოდზე, დაშინების მეთოდზე, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი ძალა დღეს იქ არის ალავიტები, რა თქმა უნდა, ჯარი ძირითადად ალავიტებისგან შედგება და რა თქმა უნდა ქრისტიანები, დრუზები და იმიტომ რომ ქურთებთანაც ნუ ქურთებს ამერიკის შეერთებული შტატები დაალაგებული. ანუ რის თქმა მინდა, აი ყველაფერი ეს ერთიანობაში, ხო? ეს არის რეგიონალური პრინციპი და ყველაზე მთავარი მოთამაშე ბატონ დავით ეს თურქეთია, რომელიც აი ამ ძალებს თურქები აფინანსებდა კიდევაც იარაღს აძლევდა და მათი უშუალო თურქების აქეზებით არის გაკეთებული და თურქები რო თქვა ეს დაიწერა ამის შესახებ რომ თურქეთის ხელი ურევია ხსნა ხო იმიტომ რომ აქ ვერ თამაშობს ვერც ჰეზბოლა და ვერც ირანი აი ქურთები რომ ახსენეთ ბატონო მამუკა ნახეთ მანამდე რა მოხდა სანამ ეს ხოცვა ჟლეტა მოხდებოდა სირიაში აბდულა ოჯალანი რომელიც იხდი სამუდამო სასჯელს ქურთა მუშათა პარტია ისე დაამუშავეს თურქებმა რომ გამოვიდა თქვა რომ იარაღი დაყარეთო უქმდებითო ეს შემთხვევით არ მომხდარა. კი, ეს ამერიკელებისგან არის, რომ ქურთებს კი, მართალია ხართ, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი ძალა. ქურთები არის ძალიან მეომარი ხალხი. ქურთები ახლა ორჯერ რამდენჯერმე ბოდისვიტყვი ამ ტერმინზე გადააგდეს, იმიტომ რომ უნდა შექმნილიყო ქურთა სახელმწიფო. ეს ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სახელმწიფო არ გააჩინა. რამდენიმე მილიონი კაცი ცხოვრობს დღევანდელი თურქეთის, სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე. შუამდინარეთიდან ერთ-ერთი უძველესი ნაცია. უძველესი კულტურის და ისტორიის ერი, რომელსაც პირდებოდნენ, ჯერ კიდე ერაყის ომის დროს მამაბუში პირდებოდა და შემდგომ უკვე ამერიკის პრეზიდენტი ვინც იყო რომ თქვენ სახელმწიფო ვიდრე ვილსონის დროს იყო ჯერ კიდე როცა დაყოფილი იყო კი, მაგრამ მე ვამბობ აი ბოლო სიტუაციებში ამას პირდებოდნენ ქურთებს სახელმწიფოს და მე როგორც ყოველთვის გადააგდეს ქურთები, იმიტომ რომ დღესაც მიდის და ვერაფერს ვერ უშვება თურქები, იცით რომ ნებისმიერ გარკვეულწილად ატარებს ოპერაციებს, სამხედრო ოპერაციებს ქურთისტანში, მაგრამ ვერაფერს ვერ უშვება და მიდის ნუ ეს სახელმწიფო შეიქმნას, ქურთა სახელმწიფო შეიქმნას, აი ამ სამი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც მართლა ეკუთვნის და მართლა მათია. ისტორიულადაც მათია და ყველანაირი მონაცემებით მათია და მართლა უნდათ რომ სახელმწიფო შეიქმნას და ყველანაირად ცდილობენ ქურთები, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოდის. აი ეს მე რატომ მოვაყოლე ხლა ეს გარემოა და ეს კონფიგურაცია ჩვენს ირგვლივ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მაინც ჩვენ რეგიონში ითვლება დავით ეს და ჩვენ ყველანაირად გვჭირდება საკმაოდ სერიოზული და აი მეტად აი რაღაც პოლიტიკის გატარება, ფორსირებული, დინამიური, უფრო პრაგმატული, უფრო რეგიონალურ პოლიტიკაზე არაერთხელ მithქვავს, უნდა გადავერთოთ რეგიონალურ პოლიტიკაზე და ჩვენ სამეზობლოში და ჩვენს რეგიონალურ ურთიერთობაში აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი,
რუსეთი, ირანი დაუშვათ, ხო? აი ამ სიტუაციას 3+3-ის თემატიკაში გასააქტიურებელია. აუცილებლად საქართველოს არ უნდა ჩამორჩეს. არ უნდა ჩამორჩეს. ანუ ჩვენ ახლა აუთსაიდერის იმაში ვართ, ხო, პოზიციაზე ვართ, სამწუხაროდ, მაგრამ ნუ უნდა ავკრიფოთ უკვე სიტუაცია გამომდინარე ჩვენი შიდა არეულებიდან, შიდა დაპირისპირებიდან და აი ამ პოლიტიკურ ვერა. პრინციპში უფრო აი ამ ორ გიგანტ სახელმწიფოს შორის მორიგების მოლოდინში ვართ, რომ გამოიკვეთოს კონტურები. ჩვენთვის ყველაზე არა ჩვენთვის თელი მსოფლიოსთვის, მაგრამ ჩვენ თავზე ვიფიქროთ. ეს არის საომარი მოქმედების დასრულების პოზიცია, რომელსაც ჩვენ ასე რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატებისთან დამოკიდებულება და ტრამპის ადმინისტრაციას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხედვები მე მართლა გაოცებული ვარ, რომ ის რასაც ჩვენი ხელისუფლება რამდენიმე წლის წინ ამბობდა აკეთებს, ეს უკვე იგივე ტრამპი აკეთებს, ხო? ხო ეს არ არის ჩემი მოგონილი, ხო შეგიძლიათ ნახო და ნებისმიერ ყოველ დღე ეს ქმედება არის, რაც ხდება დღეს და ეს უკეთესობისკენ წაიყვან ჩვენ სიტუაციას. ამიტომ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ აი მოვერგოთ აი ამ სიტუაციას და მე დარწმუნებული ვარ. მთავარი არის შინაგანი შიდა პოლიტიკის და შიდა სიტუაციის დალაგება. ხო ხედავ ტრები არის ვერებს. ეხლა კიდე ამ საფრანგეთს აკაცოს ალაპა თავის თავს მიხედე დაგვანებეთ თავი. საფრანგეთის გარდა ბატონო მამუკა ნახეთ ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მოთხოვნილია საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარება. ნუ ეხლა ეს ხო სასაცილოა იმ გაგებით, რომ ეხლა თქვენ რასაც ბრძანებთ, ნუ ვთქვით ის რომ ველოდებით რუსეთის და შტატების ეგრეთ წოდებულ მორიგებას ამ უკრაინის კონტექსტში, მაგრამ ჩვენ გენეტიკურად უფრო გამჭრიახი ხალხი ვართ პოლიტიკის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ პატარა სახელმწიფო ვართ, ბევრჯერ ასევე დავჩაგრულ ვართ, მაგრამ ხედვა უფრო ფართო დიაპაზონის გვაქვს. ხალხიც, ქართველები ბრძენი ადამიანები არიან. ახლა ვინც შეიძლება ხო მენტალურად ქონდა სიმპათიები დასავლეთის მიმართ, ნუ დასავლური კულტურა, რა თქმა უნდა, ნუ გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა რასაც ბოდავენ იქ ევროკავშირიდან და რასაც მოძღვრავენ, ეს არაფერი არ არის ამ გიგანტების ორთაბრძოლასთან დაკავშირებით. მიახლოებაც არ შეიძლება. ანუ ორიენტირი ჩვენი ნამდვილად მაინც შტატების და რუსეთის მორიგება. ანუ ეს ორი ზესახელმწიფო ბევრად უკეთესად აგვარებს მსოფლიოში ამ გადანაწილების თემებს, ვიდრე წარმონაქმნი, რომელსაც ქვია ევროკავშირის დამოკიდებულება და მე ერთი რაღაცა მინდა ცნობილი რეფერენი გავიხსენო, რომ დიდი დროს დიდი ადამიანები ჭირდება რა, ჩემოდავით. ეხლა დიდი დროა, მაგრამ სამწუხაროდ ევროპაში დიდი ადამიანები არ არიან. გნებავთ შარლ დე გოლი, ადენაუერი და ასე შემდეგ და ასე. აი დიდი პოლიტიკოსები რო იყო, დღეს სარკოზის და შოლცის იმეძია ევროპა. ამიტომ დაინახა ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველამ აი ნებისმიერი ვინც ხართ, ხო, ალბათ ნახეთ, წაიკითხეთ კიდევ ერთხელ. ნახეთ, წაიკითხეთ ჯეიდი ვენსის გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების. ნუ ეს იყო, მე არ ვიცი. ეს იყო გნებავთ საპროგრამო გამოსვლა, გნებავთ საბრალდებო დასკვნა, რა ვიცი, რაც გინდათ ის დავარქვათ, მაგრამ ეს იყო საოცარ საპროგრამო სიტყვა და ნახოთ, აი კარგად წავიკითხოთ, იქ ქვეტექსტებია სერიოზულად, აი რა გააკეთა და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია რა დააფიქსირა ჯეიდი ვენსმა და ევროპის მიმართ და რა უთხრა ევროპას. ეს არის უნიკალური დოკუმენტი, საკმაოდ კონცეპტუალური და მდიდარი თავისი პარადიგმული იმეებით და ქვეტექსტებით. ძალიან საოცრად აი ტევადად იკითხება და აი სხვა თვალით ვნახოთ, წავიკითხოთ და ჩვენ ნათლად ვნახავთ, რომ სულ სხვა დროში და სხვა ეპოქაში გვიწევს ცხოვრება. შეიცვალა უკვე. სხვა სიტუაცია მოდის რა და ამისთვის მზად უნდა ვიყო და ამას უნდა მოვახდენოთ ამასთან ადაპტაცია ჩვენ რამენაირად და უსწრაფეს დროში. კი ბატონო და ბატონო მამუკა ზუსტად 5 წუთია რაც დაიდო ინფორმაცია, ანუ Deutsche Welle-ზე თევს მასალა პუტინმა გააკეთა განცხადება. უბრალოდ შეიძლება ცოტა შევუყოვნდე იმ გაგებით, რომ თარგმნა მიწევს პარალელურ რეჟიმში. პუტინმა განაცხადა, რომ ის თანახმაა ამერიკელების წინადადებაზე შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა უნდა ისეთი იყოს, რომელიც მოიტანდა გრძელვადიან მშვიდობას და მოაშორებდა კონფლიქტის
პირველ მიზეზებს, ანუ აღმოფხვიდა კონფლიქტის პირველ მიზეზებს. და ასევე რუსეთს სურს გარანტიები, რომ ამ 30 დღიან ზავის პირობებში უკრაინა არ განახორციელებს მობილიზაციას, ანუ დამატებითი ძალების მობილიზაციას და არ მიიღებს იარაღს. აი პირდაპირ ასე აცხადებს პუტინი გერმანელებს უდევთ ეს ინფორმაცია და ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტმა რომ მას შესაძლოა ანუ შეუძლია უკვე კონდეს სატელეფონო კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან რათა კიდევ უფრო სიღრმისეულად გაიაროს ეს 30 დღიანი ზავის თემა. ეს არის უკანასკნელი ინფორმაცია. კარგი, ძალიან სასიხარულო თუ შეიძლება ვთქვათ ინფორმაცია ყველასთვის, მთელი სოფლიოსთვის, ჩვენთვისაც განსაკუთრებით. ამერთ მაქნას ეს მორჩეს, დამთავრდეს ეს მარაზმი, დამთავრდეს ეს აშინელება, დამთავრდეს ეს ტრაგედია და ყველაფერს და ყველას ეშველება რა. ღმერთმა რა, აი უნდა ვილოცოთ რომ ყველაფერი ასე კარგად წავიდეს და რა ვიცი, დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენი ქვეყანაც და ჩვენი ხელისუფლებაც ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. დიდი მადლობა ბატონო მამუკა ეთერში სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმარი გახდათ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა კარტოზია. ჩვენ შევხვდებით უკვე ხვალ საღამოს 9 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის. კარგად გრძანდებოდეთ.